წმინდა სოფიას ეკლესია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ტაძარია და დაახლოებით მე-4 საუკუნით თარიღდება. წმინდა სოფიას ეკლესია სიტყვასიტყვით წმინდა სიბრძნის ეკლესია, ბულგარული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მდებარეობს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. ტაძარი მე-4 საუკუნით თარიღდება. მე-16 საუკუნეში ეკლესია მეჩეთად გადაკეთდა და მე-19 და მე-20 საუკუნეებში ბაზილიკა აღადგინეს. ეს არის სოფიის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია. (1329) წელს სერდიკას ქალაქს ეკლესიის პატივსაცემად სოფია ეწოდა. წმინდა სოფიას ეკლესია ევროპაში ადრეული ქრისტიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. წმინდა სოფიას ეკლესია აშენდა მე-4 საუკუნის რამდენიმე ადრეული ეკლესიისა და საკულტო სივრცეების ადგილას, რომლებიც თარიღდება იმ დროიდან, როდესაც ის რომაული ქალაქ სერდიკას ნეკროპოლისი იყო. სერდიკა მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ადრეული ქრისტიანობის პერიოდში, რადგან ის სერდიკას კრების ადგილი იყო 343 წელს, რომელსაც 316 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მეორე საუკუნეში ის რომაული თეატრის ადგილმდებარეობა იყო. სხვა ეკლესიები აშენდა და განადგურდა გოთებთან, ჰუნებთან და სხვებთან კონფლიქტის დროს მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ მე-16 საუკუნეში ბულგარეთში ოსმალეთის ბატონობის დროს ტაძარი მეჩეთად იყო გადაკეთებული. ბაზილიკის რესტავრაცია დაახლოებით 1926 წელს დაიწყო და 1935 წელს დასრულდა. ტაძარი ოსმალებმა მე-19 საუკუნეში დატოვეს, რადგან ორმა მიწისძვრამ ერთ-ერთი მინარეთი გაანადგურა. როგორც კონსტანტინოპოლის აია სოფიას ეკლესიის თანამედროვე ნაგებობა, წმინდა სოფიას ეკლესია ამჟამინდელი ბაზილიკის ჯვრის დიზაინით, 2 კოშკით და 1 კოშკ-გუმბათით ითვლება, რომ აშენდა ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე პირველის მეფობის დროს, 527-565 წლებში. წმინდა სოფიას, ანუ წმინდა სიბრძნის ტაძარი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც დამთვალიერებელზე ყოველდღიურად დიდ ზეგავლენას ახდენს. წმინდა სოფიას ეკლესია მეორე ბულგარეთის იმპერიის დროს მე-12-მე-14 საუკუნეებში მიტროპოლიტის კონტროლს დაექვემდებარა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის დედაქალაქ სოფიას ეკლესიის სახელი მე-14 საუკუნეში ეწოდა. მე-12 საუკუნის ფრესკები განადგურდა, მინარეთებით შეიცვალა და ეკლესია მე-16 საუკუნეში ოსმალეთის ბულგარეთის დროს მეჩეთად გადაკეთდა. მეჩეთი მე-19 საუკუნეში მიტოვებული იქნა, რადგან ორმა მიწისძვრამ ერთ-ერთი მინარეთი დაანგრია. ბაზილიკის რესტავრაცია დაახლოებით 1926 წელს დაიწყო ბოგდან ფილოვის მიერ და დაახლოებით 1935 წელს დასრულდა.
წმინდა სოფიას ეკლესია ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ადრეული ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ნიმუშს წარმოადგენს. ამჟამინდელი შენობა სამი საკურთხევლით ჯვარედინი ბაზილიკაა. ეკლესიის იატაკი დაფარულია ადრეული ქრისტიანული ორნამენტებით, ფლორისა და ფაუნის რთული მოზაიკით. ეკლესიის ქვედა მხარეს მრავალი სამარხი აღმოაჩინეს. სამარხებში ფრესკებიც კი იყო გამოსახული. ეკლესიის იატაკი დაფარულია ადრეული ქრისტიანული ეპოქის რთული მოზაიკებით. წმინდა სოფიას ეკლესია უძველესი ნეკროპოლისის შუაგულში დგას. ეკლესიის ქვემოთ და მის მახლობლად მრავალი სამარხი აღმოაჩინეს. რადგან წმინდა სოფია წმინდა სიბრძნეს განასახიერებს, ეკლესიაში არსებული ხატები სოფიას ქრისტე ემანუელის სახით გამოსახავს, ცისარტყელაზე მჯდომარე ქრისტეს ახალგაზრდა ფიგურას. ეკლესიაში ასევე გამოფენილია ისტორიული წმინდანების ხატები, მათ შორის წმინდა გიორგისა და წმინდა ვლადიმირის. ეს სოფიას ერთ-ერთი უძველესი ეკლესიაა და მისი ისტორია მჭიდრო კავშირშია ქალაქის ისტორიასთან. სინამდვილეში სოფიას სახელი ამ ეკლესიის მიხედვით დაერქვა. წმინდა სოფიას ტაძარი ბულგარეთის დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათია, რომელიც ხაზს უსვამს ქვეყნის არამხოლოდ ისტორიულ, არამედ თანამედროვე კულტურასაც. За Божия Таргиня Александра, името на Отца и Сина и Светия Дух. Божия Трапурник, за Божия Таргиня Александра, името на Отца и Сина. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თქვენი შთაბეჭდილებები დაწერეთ კომენტარებში, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი.